ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ღვთაებრივი ჭეშმარიტების დაცვის საშუალებებზე, თუ როგორ უნდა დაიცვას დაუმახინჯებლად, შეურყვნელად, როგორ რა გზით არის შესაძლებელი ღვთაებრივი ჭეშმარიტების დაცვა. ამ თემაზე ჩვენ საუბრობთ დღევანდელი პირველი მარხვის, დიდი მარხვის პირველი შვიდეულის კვირა დღის დღესასწაულთან დაკავშირებით. ამ დღესასწაულს ეწოდება მართლმადიდებლობის ზეიმი. და შინაარსი ამ დღესასწაულის ასეთია, რომ ეკლესია ზეიმობს იმას, რომ არსებობს ღვთისგან მოცემული საშუალება, რომლის წყალობითაც ქრისტიანებს შეგვიძლია ღვთისგან მოცემული გამოცხადება მასში გადმოცემული ჭეშმარიტებანი დაუმახინჯებლად, შეურყვნელად დავიცვათ და მუდამ ვიყოთ აი ამ ჭეშმარიტების ფლობელნი და შესაბამისად ჭეშმარიტების შესაბამისად აღვასრულებდეთ ჩვენს სულელობას მთავარი დანიშნულებისაკენ, რომელსაც ქვია ადამიანის განღმრთობა, ანუ ადამიანის მომზადება მარადიული ნეტარი ცხოვრებისათვის. ანუ თუ ადამიანი რაიმე ღვთაებრივ ჭეშმარიტებას, რომელიც ღმერთმა გამოუცხადა ადამიანებს, არასწორად განმარტავს, მაშინ ის გადაუხვევს ცხონების გზიდან, ანუ მთავარი დანიშნულების აღსრულების გზიდან, ეს როგორც თქვით, ეს არის ადამიანის სამქვეყნიური ცხოვრება, ეს არის საშუალება მარადიული ნეტარი ცხოვრებისათვის მოსამზადებლად. ჩვენ და ამას ეწოდება სხვანაირად კიდევ განაღმრთობა. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანი, როდესაც მთელი თავისი არსებით ისწრაფვის სასუფეველისაკენ, ანუ სხვანაირად კიდევ ამას ქვია ცხონება. ცხონება ძველი ქართული სიტყვაა და ცხოვრებას ნიშნავს. ანუ ცხოვრება ეს არის ჭეშმარიტი ცხოვრება, ეს არის ღვთაებრივი სიცოცხლე, ღვთაებრივი ცხოვრება. ამიტომ ადამიანის სიცოცხლე ეს არის საშუალება მარადიულ სიცოცხლესთან შეერთებისა. ადამიანის სიცოცხლე ღვთაებრივი სიცოცხლის გარეშე კვდება პირველ რიგში სულიერად და შემდეგ ფიზიკურადაც და ამიტომ ადამიანის სწორედ ცხონება ნიშნავს და მიზანია ცხონება, როცა ვამბობთ მარადიული ნეტარი ცხოვრებაში დამკვიდრებისათვის ზრუნვა. ანუ ცხოვრებაში გადასვლა, მარადიულ ცხოვრებაში, ჭეშმარიტ ცხოვრებაში სრულად დამკვიდრება. და აი სწორედ ამ პირველი კვირა, როგორც უკვე ვთქვით, ეს არის კვირა, რომელსაც ეწოდა მართლმადიდებლობის ზეიმი. ანუ მართლმადიდებლობა ეს არის საშუალება, ანუ თუ როგორ უნდა ღვთის თაყვანისცემა,
ღვთისაკენ სვლა იყოს მართალი, არ იყოს დამახინჯებული, არ იყოს ადამიანური არასრულყოფილი გონების შედეგად დამცრობილი, შერყვნილი, აი კიდევ ასეთი ძველი ქართული სიტყვა, ესე იგი განწვალებული, ანუ ამით აქედან თვითონ აი ამ ცნობილებას, როცა დამახინჯება ხდება ღვთაებრივი ჭეშმარიტებისა, ქვია წვალებლობა, ანუ ხდება დამახინჯება, შერყვნა, განწვალება აბსოლუტური უცდომელი ჭეშმარიტებისა და შესაბამისად ცნობილების შეტანა ხდება. ანუ არასწორი განმარტება. აი ეს არის მართლმადიდებლობა, ანუ მართლმადიდებლური ასეთი წესი მსახურებისა. და აი რა არის ეს და მზეიმის სწორედ დღესასწაულის პირველი შვიდეულის პირველი კვირის დიდი მარხვის დღესასწაული ეს არის დღესასწაულს ეწოდება მართლმადიდებლობის ზეიმი. და აი აქ არის სწორედ იმაზე ნათქვამი, რომ მართლმადიდებლობის ეს საშუალება, რომ როგორ დავიცვათ ჩვენ ღვთაებრივი ჭეშმარიტება შეურყვნელად, აი ამას გვასწავლის მართლმადიდებლური წესი ცხოვრების. და რაში მდგომარეობს ეს მართლმადიდებლური წესი ცხოვრების? ეს მართლმადიდებლური ცხოვრების წესი შემდეგ რამეში მდგომარეობს. პირველივე საუკუნიდან, პირველივე ესე იგი წლებიდან, აი მოციქულების ქადაგებებში ხშირად ვკითხულობთ, რომ მოერიდეთ ცხვრის ტყავში გახვეულ მგლებს. მოერიდეთ, ვინც არასწორად ასწავლის. პავლე მოციქული ასეთ რამესაც კი ამბობს, ვინც არ უნდა იყოს თუნდაც ანგელოსი ზეციდან, რომელიც იმისგან განსხვავებულს გადმოგცემთ, რაც ჩვენ მივიღეთ უფლისგან და გადმოგეცით თქვენ, შეჩვენებულ იყავ. ანუ ის არის ესე იგი ადამიანთა შეცდომაში შემყვანი, ანუ ღვთისაკენ მიმავალი გზიდან ადამიანთა ასე ვთქვათ მომწყვეტი. ესე იგი ასეთი აზროვნება ადამიანს ღვთისაკენ მიმავალ ადამიანს გადაყავს ამ სწორი გზიდან და შესაბამისად მიყავს არასწორი გზით, ანუ დაღუპვისაკენ. ამიტომ და მწვალებლობა ეს არის უდიდესი ცოდვა და როგორ იცავს აი სწორედ რა არის აი ეს მართლმადიდებლური წესი, რომელიც გვიცავს ქრისტიანებს, რომ აი ამ ჭეშმარიტებას ვფლობდეთ, ჭეშმარიტება ჩვენ ესე იგი შეუცვლელად, დაუმახინჯებლად, შეურყვნელად რომ ვფლობდეთ ჭეშმარიტებას. აი ეს არის, ამას ქვია მართლმადიდებლობა. და აი რაში გამოიხატება? სწორედ ამის ზეიმია, რომ ეს არსებობს ეს საშუალება და ჩვენ ზეიმობთ იმას, რომ არსებობს ასეთი საშუალება, რომელიც მუდამ იცავს ჭეშმარიტებას და ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ გავარჩიოთ, სად არის ჭეშმარიტება და სად არ არის ჭეშმარიტება. აი ეს არის მთავარი თემა სწორედ ამ დღესასწაულის და შესაბამისად სახარებაც, რომელიც იკითხება ამ დღეს, ესეც ზუსტად აი ამ თემის შესაბამისად არის განმარტება. ახლა ისევ კონკრეტულად რა არის ეს მართლმადიდებლური წესი? მართლმადიდებლური წესი არის შემდეგი. საღვთო გამოცხადება ჩვენ გადმოგეცათ თავად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ. და მან თავის მოციქულებს დაავალა, რომ ეს მოძღვრება მთელი მსოფლიოსთვის ეკადაგათ. მაგრამ ამავე დროს დაავალა, რომ ერთ ზრახვა უნდა იყოთ, ერთ სულოვნები უნდა იყოთ.
და ესეთ სიტყვებს ამბობს ჯვარცმამდე თავის ერთ-ერთ გადაგებაში, რომ ვითარცა მე და მამა ერთნი ვართ, ესე იგი, როგორც მამა ღმერთი და ძე ღმერთი არის ერთნი და ეს არის აბსოლუტური ერთობა. გევედრები, ესე მამას მიმართავს, მამა ღმერთს, ვითარცა მე და შენ ერთნი ვართ, გევედრები, რომ ესენიც იყვნენ ერთნი. აი ასეთი ერთობა რასაკვირველია სიყვარულში და ერთობა ასევე საღვთო მოძღვრებაში. არ შეიძლება ადამიანებს უყვარდეთ ერთმანეთი, მაგრამ მათი შეხედულებები განსხვავებული იყოს, რადგანაც ჭეშმარიტება ერთია, აბსოლუტური ჭეშმარიტება ერთია და თუ ქრისტიანებს შორის იწყება, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით ასთა სხვადასხვაობა, ფაქტია, რომ ვიღაცა, ასე ვთქვათ, სცდება და ეგ სწორედ მართლმადიდებლობა, ანუ მართალი მადიდებლობა, როგორ შეიძლება ეს, როგორ გავარჩიოთ, სად არის ცნობილება და სად არის ჭეშმარიტება. აი ამ გარჩევის მექანიზმი, თუ შეიძლება ითქვას, საშუალება გახლავთ კრება, ეკლესიის კრება. ანუ ცალკეული ადამიანები შეიძლება ცდებოდნენ, როდესაც ისინი განმარტავენ საღვთო გამოცხადებას, წმინდა წერილს. მაგრამ უცნობელია ეკლესიის, ანუ ყველა ქრისტიანთა მართლმადიდებელთა სისავსე. და ის სწორედ როდესაც პირველივე საუკუნიდან ეკლესიის ისტორიაში გამოჩნდებოდა რაღაცა ესეთი უცხო ჭეშმარიტებისათვის, საღვთო ჭეშმარიტებისათვის მიუღებელი ეკლესიის სისავსე, ანუ აბსოლუტური უმრავლესობა პირველ რიგში რჩეული ეკლესიის წინამძღოლები, რომელთაც ჩააბარა ღმერთმა პირველ რიგში მოციქულები და მათი მემკვიდრეები, ესენი არიან მღვდელმთავრები, სასულიერო დასი. აი სწორედ ამ ასე ვთქვათ, რჩეულ ნაწილს აქვს ხელმწიფება, რომ გაარჩიოს ჭეშმარიტება ცნობილებისაგან და ეს რჩეული ნაწილი იწყებს აი ამ ცნობილების მხილებას. და იყო, ასე ვთქვათ, პერიოდები, როდესაც ესა თუ ის მხილება, უკაცრავად ესა თუ ის მწვალებლობა მხილებული იქნებოდა და ბუნებრივია საზოგადოება, ქრისტიანთა საზოგადოება გაემიჯნებოდა ამ შეხედულებას. თუ ვინმე არ გაემიჯნებოდა, ის აღმოჩნდებოდა ეკლესიის გარეთ. მაგრამ მეოთხე საუკუნეში მოხდა ის, რაც ადრე აქ ეკლესიის ისტორიაში, რაც მანამდე არ ხდებოდა. კერძოდ ის, რომ ეკლესიის წიაღში საკმაოდ დიდ ნაწილში, თითქმის ეკლესიის შეიძლება ნახევარი არა, მაგრამ ძალიან დიდ ნაწილში გავრცელდა სწორედ არასწორი სწავლება იესო ქრისტეს ორი ბუნების შესახებ. კერძოდ იყო ასე ვინმე სასულიერო პირი, საკმაოდ განათლებული, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ავტორიტეტის მქონე მაშინდელ ეკლესიაში, სახელად არიუსი, რომელმაც დაიწყო ასეთი გადაგება, რომ იესო ქრისტეს არ ქონდა ღვთაებრივი ბუნება, რომ იგი იყო მხოლოდ ადამიანი. აი ამას ამბობდა არიუსი და წარმოიდგინეთ, რომ ეს ისეთი რამ არის, ეს ცნობილება, რომ ადამიანი თუ სულიწმინდის კარნახი არ აქვს მაშინ ადამიანს, ასე ძნელია გაარჩიო, იმიტომ რომ იმას არგუმენტები მოყავდა და რაღაცა შეიძლებოდა დაგეჯერებინა და მოკლედ ფაქტია, რომ თითქმის ნახევარი ეკლესია, ასე ვთქვათ, უჭერდა ამას ხარს, ისე რომ გახდნენ არიოზის მიმდევარი სასულიერო პირები, ზოგიერთი მღვდელმთავარი და
აი ასეთ შემთხვევაში აუცილებელი იყო არა მარტო ცალკეული სასულიერო დასის წარმომადგენელთა მიერ აი ამ ცნობილების ხილება ისეთ ინდივიდუალურად, არამედ უკვე კრების სოფლიო კრების დონეზე და იმ სოფლიო კრება იყო მოწეული პირველი სოფლიო კრება სწორედ ამ მიზნით და სოფლიო კრება სადაც აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხარი დაუჭირა იმას რომ იესო ქრისტეს ჰქონდა როგორც ადამიანური ისე ღვთაებრივი ბუნება და ასე იგი აღიარეს იესო ქრისტეს ღვთაებრიობა ანუ იგი არის ღმერთკაცი და ასე იგი ვინც არ მიიღო ეს ბუნებრივია ის აღმოჩნდა ეკლესიის გარეთ ეკლესიამ დაიცვა თავისი ჭეშმარიტება ეკლესიამ დაიცვა თავისი საზღვრები და რა არის ეს როგორც თქვით აი მექანიზმი ეს არის სისავსე ეკლესიის სისავსე როდესაც აბსოლუტური უმრავლესობა სული წმინდის კარნახით ესე იგი არჩევს რა არის ცნობილება და რა არის ჭეშმარიტება ანუ ფაქტიურად როდესაც მაცხოვარი უნდა ემზადებოდა ჯვარცმისათვის მოწაფეებს ეუბნება რომ მე თუ არ წავალო სული წმინდა არ მოვა თქვენთანო და აუცილებლად უჯობესია მე წავიდე რომ სული წმინდა მოვიდეს ესე იგი სული წმინდა და რომელიცო მე თქვენ ყველაფერს გასწავლოთ მან ყოველი ანუ სწორედ მაცხოვრის ჯვარცმის დაღდგომის შემდეგ დაარსდა ეკლესია და ეკლესიის დაარსება იყო ქრისტიანულ საზოგადოების წევრებში ღვთაებრივი სული წმინდის მადლის გადასვლა რომელიც აძლევდა ამ საზოგადოების წევრებს ერთის მხრივ ძალას რომ აღესრულებინათ ღვთის სათნოებანი უპირველეს ყოვლისა სიყვარული ღვთისა და მოყვასისა და მეორე გაერჩიათ ცნობილება ჭეშმარიტებისაგან. აი ეს სული წმინდის მადლით ხდება ეს და ეს ეძლევა იმ საზოგადოებას, რომელიც იესო ქრისტეს რწმენით არის გაერთიანებული, მათელღებული და აი სწორედ ეკლესიაში ხდება, ეკლესიის წიაღში ხდება აი ამ სული წმინდის მადლის მოქმედება, როგორც თქვით ერთის მხრივ სულიერი სათნოებათა აღსრულებისათვის, რაც შეუძლებელია მხოლოდ ადამიანური ძალით, სწორედ ამიტომ იყო რომ სანამ სული წმინდის მადლი არ იყო გადმოსული ადამიანებზე და მოწყვეტილი იყო სული წმინდის მადლის კაცობრიობა, აი მანამდე სწორედ ცოდვას ვერ ამარცხებდა, მაგრამ როგორც კი სული წმინდის მადლი გადმოვიდა, უკვე ცოდვის დამარცხება შესაძლებელი გახდა და ჩვენ ვიცით რომ მრავალი ათასი და ათასობით და 10,000-ობით წმინდანი ყავს ეკლესიას, რომელთაც დაამარცხეს უკვე წოთის სოფელში დაამარცხეს ცოდვა. და ამავე დროს ერთია, ასე ვთქვათ, ცოდვის დამარცხება და მეორეა, ესე იგი დამარცხება ცნობილების, ანუ ცრუ სწავლებების გარჩევა ჭეშმარიტი სწავლებისაგან. აი ამას გვეუბნება. ამიტომ, როდესაც ეკლესიაში რაღაც საკითხი ჩნდება, რომელსაც ის გამოც ის გარშემოც 100-თა სხვადასხვაობა იწყება, აი აქ უკვე თუ ეს თქვათ ინდივიდუალურ დონეზე ვერ გადაწყდა, ანუ ცალკეული გამომსვლელთა, ცალკეულ მოაზროვნეთა, ღვთისმეტყველთა, სასულიერო პირთა, ასე ვთქვათ, ხადაგებამ თუ ვერ უზრუნველყო ამის, ასე ვთქვათ, ხილება არ იყო საკმარის. აი მაშინ უკვე იკრიბება კრება, რომელმაც უნდა დაამოწმოს რა არის ჭეშმარიტება და აი ესეთი კრება გაიმართა 7 სოფლიო საეკლესიო კრება და ბოლო მე-7
ეს იყო კრება, რომელზედაც იყო დაგმობილი, მხილებული წვალებლობა, ანუ დამახინჯებული ჭეშმარიტების დამახინჯებული ასეთი ფორმა, რომელიც ამბობდა, რომ ხატის თამამისება არის კერპთამამისებობა. და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ძალიან დათელია, რომ ხატი არ შეიძლება იყოს კერპი და თითქოს ამის კერპთან გაიგივება სრულად გაუგებარი და სრულად მიუღებელი, აი წარმოიდგინეთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო ამ ცნობილებაში და გაგრძელდა ეს თითქმის საუკუნე. ერთი საუკუნე, მეშვიდე საუკუნეში დაიწყო და მერვე საუკუნეში ეს ბრძოლა ხილებისათვის ამ წვალებლობის ხილებისა დააგვირგვინდა მეშვიდე საეკლესიო კრებით და აი ეს კრება რომ დასრულდა და გაიმარჯვა კიდევ ერთხელ მართლმადიდებლობამ, აი მართლმადიდებელი ეკლესიამ დააწესა აი ესეთი სწორედ მართლმადიდებლობის ტრიუმფალური ესეთი საყოველთაო გამარჯვების დღესასწაული. ანუ რომ მართლმადიდებლობა, ანუ მართლმადიდებლური წესი, რომელიც ეკლესიაშია, ეს ყოველთვის არის, ესე იგი, მას აქვს შედეგი, მას აქვს ის აუცილებლად გაიმარჯვებს, აი ის აუცილებლად ჭეშმარიტებას განარჩევს ცრუ სწავლებისაგან. და აი ამისი თუ შეიძლება ითქვას ამას ვზეიმობ ჩვენ, რომ ჩვენ გვაქვს ისეთი წესი გარჩევისა, რომელიც არის ესეთი აბსოლუტურად უნაკლო და რომელიც ყოველთვის გვაძლევს საშუალებად გავარჩიოთ სიცრუე სიმართლისაგან, ჭეშმარიტება, სიყალბისაგან და ცნობილებისაგან და აი სწორედ ამას ვზეიმობ და ძალიან საგულისხმოა ის, რომ პირველი წინა 4 კვირა, რომელსაც გვამზადებდა ეკლესია დიდი მარხვისთვის, იქ იყო სათნოებებზე ლაპარაკი, სინანულზე, სიყვარულზე. და აი პირველი კვირა ჩვენ ესე იგი ეკლესია გვეუბნება, რომ სათნოებებთან ერთად აუცილებელია ჭეშმარიტი სარწმუნოება, შეურღვნელი სარწმუნოება. ამიტომ აი ჩვენ ვიცით, რომ სამწუხაროდ იყო და დღესაც არის სწორედ არაერთი, ასე ვთქვათ, განმარტება წმინდა წერილისა და ამიტომ არსებობს მრავალი მიმდინარეობა და აი სწორედ ეს ფაქტი ძალიან სამწუხაროა, რომ ქრისტიანები არიან სხვადასხვა დაჯგუფებები არსებობს ქრისტიანები, მაგრამ აი ეს არის მიზეზი სწორედ იმისა, რომ არ იყო აი ამ სისავსის ეკლესიის სისავსის საფუძველზე მიღებული ერთი წამით თუ გაცრავად. შედობას ვითხოვ ცოტა გაცილებული ვარ და აი ეს ფაქტი, რომ არსებობს მრავალი მიმართულება, ეს რასაკვირველია ძალიან მტკივნეული ფაქტია, იმიტომ რომ ღმერთმა დაარსა ეკლესია, ანუ ქრისტიანთა საზოგადოება, რომელიც ერთძრახვა, ერთსულოვანი უნდა. რატომ შეიძლება რომ იყოს სხვადასხვა ჯგუფები, სხვადასხვა მიმართულება? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აი ამ წესს ვინმე, ასე ვთქვათ, არ დაემორჩილა, ანუ აი ამ სისავსის გადაწყვეტილების გარეშე დარჩა და დარჩა ეკლესიის წიაღს გარეთ. სხვა საშუალება ჭეშმარიტების დადგენის არ არსებობს. მაშინ თუ თქვათ ასეთი მართლმადიდებლური
წესი არ უნდა არსებობდეს, მაშინ ქრისტიანთა ერთობა შეუძლებელია და როგორ შეიძლება რომ უფლის ნება ქრისტიანთა სრულიერ ძრახვა, სრულიერთობა და ასეთი საშუალება არ არსებობს. ასეთი საშუალება არსებობს, ეს არის მართლმადიდებელი ეკლესია და ამის მრავალი დასტურია, რომ ამ ეკლესიაში დაცულია სწავლება შეუყრელად არის დაცული. რასაკვირველია ეკლესიის წევრებს შორის წარსულშიც, დღესაც და მომავალშიც იქნება სხვადასხვა სახის შეცდომები, სხვადასხვა სახის ესე ვთქვათ, დაცემები, მაგრამ ეკლესიის სწავლება არის უცდომელი. ამიტომ იქ სადაც უცდომელი სწავლება, იქ მადლის სულისაწმინდისა მოქმედებს. რადგან არ შეიძლება მადლის სულისაწმინდისა მოქმედებდეს იქ, სადაც ადამიანი გადაუხვევს ღვთისაკენ მიმავალი გზიდან. აი ეს არის მიზეზი, რომ ქრისტიანულ სამყაროში თანდათანობით აი ბევრ ქრისტიანულ, ასე ვთქვათ, ქრისტიანული აღსარებლობის ყოველ შემთხვევაში ქრისტიანობის აღსარებელთა შორის, ესე იგი ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანებს უჭირთ, ასე ვთქვათ, სათნო ცხოვრება, სულიერი ცხოვრება და შესაბამისად თანდათან ხდება დაშორება ჯერ ეკლესიისაგან, შემდეგ საერთოდ სარწმუნოებისაგან და აი ძალიან ბევრი ქრისტიანული საზოგადოება მსოფლიოში უკვე კარგავს აი ამ თავის ქრისტიანულ ფესვებთან კავშირს, ამას ხედავთ ჩვენ და ჩვენს საქართველოშიც აი ბოლო საუკუნეების გამო ჩვენც ძალიან დაშორებული ვიყავით ეკლესიას, ამიტომ დღეს ჩვენც მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის ფუნქციონირება აღარ იზღუდება, დაბრუნება ადვილი არ არის ეკლესიის წიაღში და ბუნებრივია ყველა ჯერ ვინც დაიწყო ეკლესიური ცხოვრება, ჯერ ისიც არ არის სრულყოფილი. იქაც ძალიან დიდი პრობლემებია, რასაკვირველია, ამას ყველაფერს დახვეწა ჭირდება, სრულყოფა ჭირდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვინც დადგა ამ გზაზე, ის ამას ცდილობს. და ვინც არ დადგა, ესე იგი ის უბრალოდ ჯერჯერობით ისევ სულიერად რასაკვირველია დაუცველია და ცდუნება თან იზრდება ეს ცდუნება მსოფლიოში და აი ეს სწორედ მწვალებლობა, ანუ არასწორი ხედვა ჭეშმარიტებისა, აი ეს ვრცელდება ძალიან ადვილად, სულიერად, ასე ვთქვათ, განუმტკიცებელ პიროვნებაზე ძალიან ადვილად ვრცელდება ეს მწვალებლობა, მცდარი შეხედულებები. აი ეკლესიის შესახებ, აი მაგალითად ეკლესიაზე მოციქული პავლე ამბობს, რომ ეს არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა. ანუ ეს ეკლესიის მართლმადიდებლობა არის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაცული ჭეშმარიტება. სწორედ მხოლოდ ჭეშმარიტ ეკლესიაში შეიძლება იყოს დაცული აბსოლუტური ღვთაებრივი გამოცხადება და ამიტომ ის ეკლესია, რომელიც ღვთაებრივ გამოცხადებას იცავს, ღმერთს ადიდებს მართლად, სწორად ადიდებს. არის ვეფხისტყაოსანში ასეთი გამონათქვამი. პოეზია პირველადვე სიბრძნისა ერთი დარგი, საღმრთო საღმრთოდ გასაგონი. ესე იგი, საღმრთოა ეს სწავლება და უნდა გავიგოთ ისე, როგორც არის ეს მოცემული. არა ჩვენი ადამიანური შეზღუდული გონებით, არამედ აი სწორედ საღმრთო და საღმრთო გონება საიდან შეიძლება ქონდეს, ანუ მხოლოდ ეკლესიაში, სადაც მოქმედებს მადლის სულისაწმინდისა და აი სწორედ ეს მადლის სულისაწმინდისა მოქმედებს და ის ეკლესია, სადაც მოქმედებს მადლის სულისაწმინდისა, ის არის მართლმადიდებელი ეკლესია, გილოცავთ მართლმადიდებლობის ზეიმს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და მრავალ დღესასწაულს დაგასწროთ. ჩვენთან არს ღმერთი.